მოდით გადავიხედოთ გამოცხადების წიგნის მეორე თავის 17 მუხლს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. გამარჯვებულს მივცემ. რას მისცემს? გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ კითხვას, ვინ მოგცემს დაფარულ მანანას. ყურადღებით წავიკითხოთ მე-22 თავში 17 მუხლი. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან. განა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთია, ვინც მთელ კაცობრიობას გაუზიარებს დაფარულ მანანას. მაშინ უნდა ვიპოვოთ ის, ვინც დაფარულ მანანას გვაძლევს, არა? რა ჭეშმარიტება დააფუძნა იესომ მანანასთან დაკავშირებით? ეს არის ახალი აღთქმის პასექის ჭეშმარიტება. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვიპოვოთ ის, ვინც კაცობრიობას გააცნობს ახალი აღთქმის პასექის ჭეშმარიტებას. თუმცა მას შემდეგ, რაც იესო 2000 წლის წინ დედამიწაზე მოვიდა და ზეცად ამაღლდა, ეკლესიამ რომის მიერ დევნის გამო დიდი ტანჯვა გამოიარა. საბოლოოდ, ყველა ჭეშმარიტება, რაც იესომ გვასწავლა, დედამიწიდან გაქრა. შაბათი დღე კვირა ღვთისმსახურებით შეიცვალა, პასექი გაუქმდა და მის ნაცვლად შობა დაემატა. შედეგად დედამიწა ბნელ სამყაროდ იქცა, სადაც საერთოდ არ არსებობს ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა, რომ კიდევ ერთხელ მოვიდოდა ამ დედამიწაზე ხორციელად. მოდით გადავიხედოთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-9 თავის 27 მუხლს. და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაცმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. 2000 წლის წინ იესო დედამიწაზე ხორციელად მოვიდა და ჩვენსავით გამოიყურებოდა. თუმცა ხალხმა არ ირწმუნა იესო და უარყო იგი მისი პირველი მოსვლისას. მიუხედავად ამისა, ქრისტემ აღთქმა დადო, რომ მეორედ მოვიდოდა ხორციელად. როგორ ამოიცნობთ ქრისტეს, რომელიც მეორედ მოვა? მეორედ მოსვლისას ის მოვა სიცოცხლის ჭეშმარიტებით, პასექით, რომელიც დაფარული მანანას ჭეშმარიტებაა. მაშინ უნდა გვახსოვდეს, ვინ მოგცა მანანის ჭეშმარიტება, რათა სულიერ ქანაანში, ცათა სასუფეველში მიგვეყვანა? ვინ არის ის? ვინ მოგცა ახალი აღთქმის პასექის ჭეშმარიტება? ქრისტე ან სანხვანგი მოვიდა ამ დედამიწაზე და გამოავლინა პასექის ჭეშმარიტება, რომელიც 1600 წლის განმავლობაში დაფარული იყო. ამ ჭეშმარიტებით ის მიგვიწყობა ცათა სასუფევლისკენ. იმედი მაქვს, რომ ყველანი მივიღებთ ქრისტეს ხელმძღვანელობას, რათა შევძლოთ შესვლა ცათა სასუფეველში. გარდა ამისა, მოდით გულმოდგინედ ვუქადაგოთ ეს ჭეშმარიტება ბევრ ადამიანს.